ესე იგი დღეს ჩვენ 32 თავი უნდა წავიკითხოთ იობის წიგნის და როგორც ვთქვით, ახლა ეს ახალი სტრატეგია მოვიფიქრეთ ახლა, რომ ამ თავში რომელიც ჩემი აზრით რომელიც უფრო საინტერესო თემა არის, ის თემა გავშალოთ მერე რა. თქვენ როგორც იცით, იობის სამი მეგობარი ცდილობდა იობის დარწმუნებას იმაში, რომ ის არის ცოდვილი და ამის გამო აქვს დატეხილი მას თავზე განსასწრელი და ბოლოს სამი მეგობარი როცა მორჩება საუბარში შემოდის ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჰქვია ელიხუ, ძე ბუზელი ბარაქიელისა რამის საგვარეულოდან. იობზე განრისხდა იმის გამო, რომ მან ღმერთზე მართლად ჩათვალა თავი. და თავის სამ მეგობარზეც განრისხდა იმის გამო, რომ პასუხი ვერ გასცეს იობს და ამით გაამტყუნეს ღმერთი. ელიხუ აცლიდა იობს ლაპარაკს, რადგან ყველანი მასზე უფროსები იყვნენ ასაკი. უკლით ეს საინტერესო თემა ახლა ჩვენ მეწაკითხულ და ამ თავში გრძელდება და აზრი ის არის, რომ ელიხუ აქამდე საუბარში არ ერთვებოდა იმის გამო, რომ ის იყო ყველაზე პატარა, ანუ ასაკით ყველაზე მცირე იყო და შესაბამისად პატივს სცემდა უფროსებს. ხო, რაც შეეხება ელიხუს თან დაკავშირებით, წმინდა მამების სხვადასხვა მოსაზრებები აქვს. მაგალითად, წმინდა მამა გრიგოლ დიდი დიოლოგოსი ელიხუს შესახებ ამბობს, რომ ისო უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, მოკლედ რო ვთქვათ ახლა ესე უბრალოდ რა. ზოგიერთი წმინდა მამა პირიქით დადებითად საუბრობს ელიხუს შესახებ, მაგრამ დღეს რა კუთხით გვინდა ჩვენ საუბარი წავიყვანოთ ელიხუს მიდგომა საკითხთან დაკავშირებით, ანუ ის პატივით ექცევა და უფროსებს პატივს სცემს და პატივის სცემაზე და ასაკით მცირეს და ასაკით უფროს ადამიანთა შორის ურთიერთობაზე მინდა ვისაუბრო, იმის გამო რომ დღევანდელ ჩვენს საზოგადოებაში სამწუხაროდ ამ საკითხის ირგვლივ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები გაჩნდა, ხო? ახლა არ უნდა არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ვინმეს ახლა ვაძაგებთ ახალგაზრდა თაობას, ან რაღაცა არასწორად მიგვაჩნია მათი ზოგიერთი საქციელი, რა თქმა უნდა არასწორად მიგვაჩნია, იმიტომ რომ როცა ადამიანი არასწორად იქცევა, არ აქვს მნიშვნელობა ახლა ასაკით მცირეა თუ დიდი, ჩვენ ყოველთვის უნდა ვთქვათ, რომ ეს საქციელი მიუღებელია თუ ის ნამდვილად მიუღებელია. უბრალოდ მთავარი ახლა იქ არის, აქ ამ საკითხთან დაკავშირებით ის არის, რომ დღევანდელ ახალგაზრდებს სამწუხაროდ ასწავლიან თავიანთ უფლებებს. ახლა ადამიანს უფლებებს ასწავლია, ამაში ცუდი რა არის და რას გულისხმობ. ხო, სამწუხაროდ კი ასწავლია, მადლობა ღმერთს ასწავლიან უფლებებს, მაგრამ სამწუხაროდ ის არის, რომ ვალდებულებებს არ ასწავლიან დღევანდელ ახალგაზრდებს. და ახლა ერთ-ერთი ადამიანი დღეს გულისტკივილით მეუბნეოდა, რომ სკოლაში ერთ-ერთ საგანის პედაგოგმა, საგანსაც არ დავასახელებ, ალბათ ყველა მიხვდებათ რა საგანსაც გულისხმობ, ბავშვებს ასწავლა, თუ როგორ უნდა დააბეზღოს მეგობარი, როგორ უნდა უჩივლოს მშობელს, რომელი ტელეფონი უნდა აკრიბოს იმისთვის, რომ თავი საკუთარი სუბიექტური მოსაზრების მიხედვით რაღაცა განსაცდელში და პრობლემები შეუქმნან უფროსებს. უკეთ ესეთი რაღაცა მითხრა ერთ-ერთმა ჩვენმა ვრევლმა და გულისტკივილით აღნიშნა, რომ მისი ნათესავი პატარა ბიჭი, ახალგაზრდა 11 თუ 12 წლის ბავშვი, მუდმივად საჩივრებს წერს მანდატური სამსახურში თავის კლასელებზე. პრობლემებს უქმნის მშობლებს და ასე შემდეგ და ეს სამწუხაროდ არ არის ერთეული შემთხვევა. რა თქმა უნდა, თუ იხედება ახალგაზრდა რომ ცუდად იქცევა ვიღაცა, ვალდებულია რომ სამართლიანობა დაიცვას, უბრალოდ ეს ანუ ყოველ თავის სუბიექტური მოსაზრება თუ თვითონ ჩათვლის რომ ვიღაცა მაწყენია და ამის გამო უნდა გაიქცეს და დააბეზღოს, უბრალოდ ეს თემა არის ახლა პრობლემატური და ეს იმის გამო რომ ადამიანებს დღეს ახალგაზრდებს ცდილობენ ასწავლონ, რომ ყველაფერში ისინი არიან მართლები, რაც სამწუხაროდ არ არის სწორი. იმიტომ რომ ჩვენ უფროსებსაც გვეშლებათ, ახალგაზრდებსაც ეშლებათ და ელიხუს მაგალითით ჩვენ ვსწავლობთ, რომ უფროს ადამიანს უნდა ვცეთ პატივი. ამის წინ ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც სასულიერო პირობითი კრებას ვესწრებოდით, მღვდელმთავრმა ასეთი გულისტკივილი, ასეთი რაღაც ერთი ისტორია მოგვიყვა, რომ ერთ-ერთ
დაწესებულებაში ერთ-ერთ მოკლედ ადგილას, სადაც ის სტუმრად იყო მისული, რაღაც საქმიან შეხვედრაზე, ფოიეში თურმე იჯდნენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები და ეს ასაკში ადამიანი, ახლა ხო საშუალო ასაკის ადამიანი და როდესაც იქ შევედი, ეს ახალგაზრდები ფეხზეც არ ადგენენ, ხო? და მე ეს ცოტა ისეთი კომუნიკაბელური, კარგი ადამიანია და თუ თვითონ გამოელაპარაკა თურმე ამ ახალგაზრდებს და ამ საუბრის დროსაც არც კი დაფიქრებულან და არც კი ცდილობაც არ ქონდათ ამ ახალგაზრდებს, როდესაც უფროსი ესაუბრებოდა ფეხზე წამოდგარიყვნენ. გამიგეთ? ესეც სამწუხაროდ პრობლემა არის რა. ფეხზე წამოდგომა ეს არის თავაზიანობის ნიშანი, ხო? ეს არის პატივისცემის გამოხატვა. უფროსი ადამიანის მიმართ და ეს ჩვენ ტრადიციაში, ჩვენ ქართულ ქრისტიანულ ტრადიციაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ხო? როდესაც შეხვდება უფროსი, უნდა მიესალმო, როდესაც შემოდის ოთახში იქნება ტრანსპორტში თუ სხვაგან უფროსი ადამიანი, ან ფეხმძიმე ქალი, ან პატარა ბავშვი, ვალდებული ხარ, შენ ახალგაზრდა რომ ადგილი დაუთმო. ფეხზე წამოდგე და ამით შენი პატივისცემა გამოხატო უფროსი ადამიანების მიმართ. და ეს სამწუხაროდ ახლა რიგ შემთხვევაში თუ ხშირ შემთხვევაში არა, პრობლემურია და ერთ-ერთი მიზეზი ამისა, მე როგორც გითხარით, სასწავლო პროგრამაში რამოდენიმე ათწლეულის წინ შეტანილი ეს მოსაზრებებია, რომელთა მიხედვით ახალგაზრდა ადამიანი არ არის ვალდებული, რომ უბრალოდ მე რაც ჩამოთვალე ეს მიდგომები ცხოვრებაში განახორციელოს. სამწუხაროდ ეს ასეა და დღევანდელი იმ ახალგაზრდა ქალის ნათქვამა მე კიდევ ერთხელ დამარწმუნდა ამაში, მე შევსრები ვარ ასეთ მაგალითებს, როდესაც უფროსებთან ძალიან ფამილიარულად გაუბრალოებული ენით მიდის საუბარი, მოკრძალება სამწუხაროდ დაკარგულია, მაგრამ თავარი რა არის ახლა, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ დღევანდელი ახალგაზრდები არ არიან ზრდილობიანები. უბრალოდ ზოგიერთმა მათგანმა სამწუხაროდ არ იცის, რომ სხვანაირადაც უნდა მოიქცნენ, ხო? და მადლობა ღმერთს, რომ უკვე ჩვენ ქვეყანაში იწყება ისევ და უბრალოდ დაბრუნდა ეკლესია სკოლებში, რაც გარკვეული ფორმით, თქვენ იცით, რომ დაინერგა ეგრეთ წოდებული ღირებულებათა განათლების რაღაცა პროგრამა შეიქმნა, რომლის საფუძველზე სასულიერო პირები შედიან მასში სკოლებში და ჩვენი სკოლაში შესვლა არის ჩვენი სკოლაში შესვლის მიზანი არის, რომ დავეხმაროთ სკოლას ბავშვების აღზრდაში და ქრისტიანული ფასეულობების გავრცელებაში. და მე ახლა მინდა კმაყოფილებით გითხრათ, რომ ახლა ჩვენ სანამ საუბარს დავიწყეთ, მამებიცაც გითხარი და იმ ხალხსაც მინდა უთხრა, რომლებიც ახლა ჩვენ იმედია მოგვისმენენ, რომ რამოდენიმე სკოლაში შევიდეთ, ძალიან დიდი ენთუზიაზმი შეხვდნენ მასწავლებლებიც და ბავშვებიც. და ეს ღირებულებათა განათლებაში არ იგულისხმება, რომ ჩვენ იქ ახლა ქადაგებას დავიწყებთ და ვიღაცას რაღაცას ვაიძულებთ, უბრალოდ გვინდა, რომ ქრისტიანული ესე იგი წარუვალი და მარადიული ფასეულობები გავაცნოთ ისევე ახალგაზრდებს, როგორც რამოდენიმე 1700 წლის წინ საქართველოში შემოვიდა წმინდა ნინო და ჩვენ წინაპრებს მოუყვა მკვდრეთით აღდგომილი ქრისტეს შესახებ და იმ სწავლების შესახებ, რომელიც მან ჩვენ დაგვიტოვა იმ გადარჩენისთვის და ბედნიერებისთვის და ჩვენც ასევე 1700 წლის თავი აღინიშნება საქართველოს გაქრისტიანებიდან მომავალ წელს და მადლობა ღმერთს ეს სკოლაში შესვლა აი ამ საიუბილეო თარიღს დაემთხვა, ხო? ასე რომ წმინდა წერილის კითხვის დროს ჩვენ ასეთ სასარგებლო რჩევებსაც ვნახულობთ. ჩვენ ახლა ვისაუბრია დოგმატურ სწავლებებზე, სწავლამოძღვრების სწავლებებზე და ერთ-ერთი ესე მნიშვნელოვანი სწავლება, რომელიც დღესაც აქტუალურია, უფროსის მიმართ, უფროსის პატივისცემა, რომელიც გამოხატა ელიჰუმ, როცა არ ჩაიჭრა საუბარში მანამ უფროსებს, სანამ ისინი არ მოჩენ საუბრებს, ხო? როგორც ჩვენ წავიკითხეთ რამოდენიმე მუხლი, ელიჰუს არ მოწონდა არც მეგობრობის სიტყვა და არც იობის სიტყვა, მაგრამ არ ჩაეჭრა მათ საუბარში
იმის გამო რომ პატივსცემდა მათ ასაკს. რა თქმა უნდა, ახლა ელიხუს დამოუკიდებულებაზე და ელიხუზე და მის სიტყვაზე ჩვენ არ შევჩერდით და რა თქმა უნდა ვიცით რომ იობი მართალი იყო, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის რომ ელიხუმ პატივიცა უფროს ადამიანებს და მათ რომ კიდევ ვიმეორებს რომ დაასრულეს საუბარი, მხოლოდ ამის შემდეგ გამოხატა თავისი დააფიქსირა თავის პოზიცია და გამოხატა თავის მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეს ძალა, სიმდაბლის და უბრალოების ამინ.